მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკვე კავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების სამიანი. ნოემბრის განმავლობაში იქნებით მოტივირებულები, თავდაჯერებულები, იგრძნობთ მეტ შინაგან თავისუფლებას, ორიენტირებული იქნებით მომავალზე და შეძლებთ დაინახოთ ახალი პერსპექტივები. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდით რაიმე პროექტზე, ან დიდ ძალისხმევას დებდით კონკრეტული მიზნის მიღწევაში, ამ პერიოდში დიდი შანსია, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, მიიღოთ თქვენი შრომის და მონდომების დამსახურებული საზღაური. ამ პერიოდში შესაძლებელია იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, ან დაგეგმოთ ასეთი მოგზაურობა. ასევე შესაძლებელია შორ მანძილზე გამგზავრება სრულიად მოულოდნელადაც მოგიწიოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს გზა პოზიტიურ ემოციებთან და მოვლენებთან იქნება დაკავშირებული. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა თქვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით საქმიანი კავშირებისთვის, ეცადეთ ასევე მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას, ახალი ცოდნის დაუფლებას, შეგიძლიათ დაფიქრდეთ და თამამი ნაბიჯები გადადგათ ახალი პროექტების დაგეგმვის და რეალიზების თვალსაზრისითაც, საუკეთესოდ გამოგივათ კონტაქტების დამყარება უცხოეთთან და ზოგადად უცხოელებთან. ამ პერიოდში თქვენი შორს მჭრეტელობას საშუალებას მოგცემთ გადადგათ სწორი ნაბიჯები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რომელიც წარმატებას მოგიტანთ და ახალი შესაძლებლობების კარს გაგიხსნით. ასევე ამ პერიოდში გაგიმართლებთ ყიდვა-გაყიდვის სფეროში, ასე რომ თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს გეკმავთ უძრავი ქონების ან მსხვილი შენაძენების მხრივ, შეგიძლიათ ნოემბერი პოზიტიურად გამოიყენოთ ამ მიზნების განხორციელებისთვისაც. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების რაინდი. ამ პერიოდში საკმაოდ პრაგმატულად მიუდგებით პირად ცხოვრებას, ნაკლებად გექნებათ რომანტიკული განწყობილება, არ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და მოვლენებსაც ნელად დინჯად მიყვებით. არ გამოავლენთ მოულოდნელ ინიციატივებს, არც კონფლიქტურები იქნებით, ადვილად მოახერხებთ დათმობას და ამ გზით საჭირბოროტო საკითხების შედარებით მშვიდად და დაძაბულობის გარეშე გადაჭრას. მიუხედავად ამისა, ნოემბრის განმავლობაში შეძლებთ არ გადაუხვიოთ დასახული მიზნებისკენ სავალი გზიდან და ნელა, მაგრამ დამაჯერებლად წაიძებთ წინ. ამისთვის გექნებათ სათანადო ენერგიაც და გეყოფათ დიპლომატიის უნარიც. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების ოთხიანი. ამ პერიოდში ბევრს იფიქრებთ და იზრუნებთ მატერიალურ საკითხებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და ზოგადად კეთილდღეობაზე. ზოგიერთმა თქვენგანმა პარტნიორთან მიმართებაში შესაძლებელია გამოავლინოთ მესაკუთრული ბუნება და ეჭვიანი ხასიათი, თუმცა აქ ვერ ვხედავ კონფლიქტურ სიტუაციებს და თქვენი მხრიდან ასეთი გამოვლინებები საკმაოდ მსუბუქად ჩაივლის ამ პერიოდში. მათთვის, ვინც დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეეცდებით შეინარჩუნოთ არსებული კავშირი და ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებთ. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერების შეგრძნება და ეცადეთ მეტად კონცენტრირდეთ მომავალზე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, პირველი მაღალი არკანი მაგი,
სურვილის და შესაბამისი აქტიურობის შემთხვევაში ამ პერიოდში ადვილად შეძლებთ თვითრეალიზდეთ პირად ურთიერთობებში, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და არაერთი რისკიანი ნაბიჯიც გადადგათ. ამავდროულად იქნებით ენერგიულები, თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები და ინიციატივიანები. თქვენი გაზრდილი კრეატიული უნარი და ორიგინალურობა განსაკუთრებულ შარმს მოგანიჭებთ ამ პერიოდში და ადვილად შეძლებთ მოხიბლოთ სასურველი კანდიდატი და მნიშვნელოვანი გავლენებიც მოახდინოთ მასზე. ასე რომ საკმაოდ წარმატებული პერიოდი გელით წინ და მნიშვნელოვანია პოზიტიურად გამოიყენოთ ეს დრო საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. ხმლების ცხრიანი. ამ პერიოდში ბევრს იფიქრებთ თქვენს თვითრეალიზებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გარკვეული ნეგატიური გამოცდილებების გამო გქონდეთ შიშები, რომ რაღაც არ გამოგივათ, რომ ვერ შეძლებთ მიმდინარე ამოცანებს გაართვათ თავი, ან მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. შესაძლებელია გქონდეთ სკეპტიკური დამოკიდებულება და ბევრი იფიქროთ, რამდენად სწორად მიდიხართ კარიერულ გზაზე. იმ საქმეს ემსახურებით თუ არა, რომელიც ნამდვილად თქვენია. ფიქრობ, რომ ეს თქვენი თავსმოხვეული ფიქრებია და გადაღლილობით არის განპირობებული. ასეთი მოუსვენრობა და შფოთვა გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი პროცესებით, რომელსაც ახლა გადიხართ და იმ ცვლილებებით, რომელიც ჯერჯერობით არ იცით სად მიგიყვანთ. ამიტომ ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზრდება თქვენი ინტუიცია, გამჭრიახობა და გააზრების უნარი და ამის ხარჯზე თქვენ სამსახურში შესაძლებელია აღმოაჩინოთ ისეთი ფაქტები, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენთვის მიუწვდომელი იყო, ან სპეციალურად გიმალავდნენ და თქვენ ზურგს უკან ხდებოდა. თავი იჩინოს ისეთმა ფარულმა პრობლემებმა, რომლებსაც აქამდე თვალს უხუჭავდით, ან ვერც კი ამჩნევდით და ამ გახსნილმა საიდუმლოებებმა შესაძლებელია გული გადგინოთ, იგრძნოთ იმედგაცრუება, თუმცა გირჩევთ პოზიტიურად შეხედოთ ამ ყველაფერს, მით უმეტეს რომ ნოემბრის განმავლობაში თქვენ გექნებათ დიდი შინაგანი ძალა და შორსმჭრეტელობის განსაკუთრებული უნარი. რაც დაგეხმარებათ თუ არ მიეცემით სევდას, არ დამორჩილდებით თქვენთვის არასასურველ გარემოებებს და უმოქმედობას არ აირჩევთ, მაშინ აქციოთ ეს ნეგატიური და გულდასაწყვეტი გამოცდილება თქვენთვის მნიშვნელოვან მოტივაციად, რომ იპოვოთ საუკეთესო გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ თქვენი ახალი რეალობის შესაქმნელად. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 10-იანი თქვენს დათრგუნულ შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს. სავარაუდოდ სამსახური, რომელიც ამ პერიოდში გამოჩნდება, არ იქნება თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი და იმ სიიდან სად იმუშავებდით სიამოვნებით და გატაცებით, თუმცა დიდი ალბათობით მოგიწევთ არსებულ ვარიანტზე დათანხმება და ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ გექნებათ ორმაგი განცდა. ერთი მხრივ კმაყოფილი იქნებით, რომ შეძელით სამსახურის დაწყება, იმედებით აკავსებთ, რომ გექნებათ სტაბილური შემოსავალი, მეორე მხრივ კი იგრძნობთ გულის წყვეტას, რომ ამ ეტაპზე ვერ აკეთებთ იმას, რაც თქვენთვის საინტერესო და მისაღებია, გირჩევთ ამ მოცემულობას შეხედოთ მეტად პოზიტიურად და არ შეწყვიტოთ ფიქრი, სამომავლოდ მაინც და აუცილებლად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს თვითრეალიზების კუთხით. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 9-იანი, თქვენ საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გაქვთ თვითრეალიზებისთვის, იგრძნობთ თვითკმაყოფილებას, შესაძლებელია გქონდეთ სიხარულის განცდა განვლილი პროფესიული და ზოგადად კარიერული გზის გააზრებით და იმით თუ რას მიაღწიეთ ამ ეტაპისთვის. თუმცა ამავდროულად არ მოგინდებათ ბევრი კომუნიკაცია, შეიძლება არიდოთ თავი ხალხმრავალ სიტუაციებს, შესაძლებელია ამ პერიოდში არ მოგინდეთ საქმის დელეგირება და მიიღოთ გადაწყვეტილება თავად შეასრულოთ მთელი სამუშაო. თუმცა ასეთი დატვირთვაც კი თქვენთვის არ იქნება დისკომფორტის მომტანი და საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით ამ პერიოდს.
რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, საკმაოდ არაერთგვაროვანი ბარათია ამ პოზიციისთვის, შესაძლებელია ერთი მხრივ მიუთითებდეს თქვენს არასერიოზულ დამოკიდებულებაზე ფულთან მიმართებაში, მიანიშნებდეს, რომ ნოემბრის განმავლობაში შეიძლება უაზროდ გაფლანგოთ ფინანსები და ნულზეც კი აღმოჩნდეთ. თუმცა მეორე მხრივ შესაძლებელია გულისხმობდეს ფინანსების მიღების თქვენთვის მოულოდნელ გზას, შემოსავლის სრულიად ახალ წყაროს, რომელიც გაგახარებთ და თავისუფლებას მოგანიჭებთ მატერიალური თვალსაზრისით. ამიტომ ფინანსებთან დაკავშირებით მაინც გირჩევთ გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და მეტი ყურადღება. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, აღიჭურვეთ მოთმინებით, შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი და ჰარმონია, არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ზომიერების აუცილებლობა ყველაფერში, თქვენ ახლა გადიხართ ღრმა, ტრანსფორმაციულ, გაჯანსაღების მნიშვნელოვან პერიოდს სულიერ და მატერიალურ დონეზე და გაქვთ მაღალი ძალების და სამყაროს მხარდაჭერა ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.